გამარჯობა ჩემო კარგებო, მინდა რომ აგიხსნათ პიანინო როცა დევს სითბოში რა იმართება, აუცილებელი რომ პიანინო არ უნდა იყოს სითბოში, ახლა ეს სტუდია არის მუსიკალური, რომელიც დევს სითბოში, ურევს წყობასაც, ჩემო კარგოსა სითბო არის, იმიტომ რომ ფართოვდება ხე და ვერბილები სადაც შედის, ხე ფართოვდება, ზოგი ვიწროვდება პირი და ურევს წყობას, ასევე ჩაქუჩები მოიშვა, დაუჭირე, აუცილებელია რომ ქონდეს ტემპერატურა თითქმის 18-20 ან აუცილებლად უნდა გააღოთ, აი ეს იღება, ზემოთაკრეშკა უნდა გადაწიოთ ხომ ესე იღება, ესეც უნდა გააღოთ ხოლმე რომ განიავდეს, თუ სხვა შემთხვევაში ეს მექანიკურია ხეში და ირევა წყობას და ჩაქუჩების იშვებს და ვარდება მე კლავიში, მაგრამ წებოდაც კი ამოვარდა, ეხლა ეს აღარ მუშაობს ეს კლავიში, მაგრამ წებოდა ცურა სიცხეა, როცა 20 გრადუსზე მეტია 25-26-ია ჩემო კარგებო, აუცილებლად უნდა გააღოთ პიანინოები, ახადოთ კრიშკა, ზემოთა კრიშკა, ქვემოთა კრიშკაც რომ განიავდეს როგორღაც, რომ იაროს ხაერმა რომ წყობა და მექანიზმა არ აურიოს, თუ სხვა შემთხვევაში ურევს მექანიზმი, წყობას ურევს და უკვე აღარ აქვს წყობები და მე გონია თუ ჩვენ ოსტატები, ხელოსნები რომ მიდიოთ რაღაცას ვაზიანებთ, არა, მხოლოდ ტემპერატურის ბრალია, არც სიცივე უყვარს, არც სიცხე უყვარს, არც უყვარს რომ ხან ჩართავენ სიცხეა, ხან ჩართავენ სიცივეა, უნდა იყოს ერთი ტემპერატურა 18-20 გრადუსი, რომ პიანინო მუშაობს ნორმალურად. სხვა შემთხვევაში უნდა გაანიავოთ, თორე ჩვენ მე ბოდის კითხვით არ ვართ დამნაშავები ოსტატები. ასე რომ ვისაც კიდევ დაწყობა, სწორი კონსტიტუციები დაგვირეკეთ 5-7-1, 51, 23, 50. დაგკავშირდით მოგაწვეს კონსტიტუციას პიანინოებს როგორ მიხედოთ. როგორ მოვართ. უნდა ასევე ნაფტალინი ჩემო კარგებო, რომ ჩინმაში ჭამოს. კარგია თუ წყალსაც ჩაუდებთ ამის ქვემოთ ეს იღება აგერ გადმოღიდის და წამის დაბლა ჩადებს წყალს, რომ დეკა არ გაიბზაროს, ისე რომ დაგვირეკეთ სწორ კონსტიტუციას მოგაწვით ყველანაირად. აწყობა თავისთავად ხდება თანამედროვე ელექტროკაპეტონით 440.